საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისადმი. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დასკვნებშია ნათქვამი, რომლის თარგმანსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკური იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეებისა და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრება და სამოქალაქო სივრცის შევიწროება. საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსლას 9 ნაბიჯის განხორციელებას და მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მე-7 ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს. საბჭოს კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხმედრის მიმართებაში, კერძოდ თანხმედრით რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დოკუმენტი გახდება საფუძველი ახალი რეგულაციის საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც აუცილებლად ამუშავდება უკვე მომავალი წლიდან და აი ამ ანგარიშშივე არის ნახსენები უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელსაც ასევე ცალკე ანგარიში მიეძღვნება. საქართველო ბევრი კუთხით უკვე ჩამორჩება იმ რეკომენდაციებს, რაც მას უნდა შეესრულებინა და კიდევ უფრო დამძიმებული არის სიტუაცია, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ დადგება ევროკავშირის ახალი რეგულაციის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ამუშავების საკითხი, რომელიც ცხადია მხოლოდ შეეხება ქართულ ოცნების და რეპრესიული მანქანის წარმომადგენლებს, არა ქართულ ხალხს და არა მთლიანად საქართველოს, მაგრამ ეს პროცესი უკვე მომავალ წლიდან დაიწყება. ამ ანგარიშით მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ არის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც გამოხატულია. ასევე არის მკაფიოდ აღნიშნული, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და პროპაგანდას აწარმოებს ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობაზე აშკარად მკაფიოდ წერია.
არაფერია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ ვინ არის ძალა ქვეყანაში, რომელიც ამ მოვიზო მიმოსვლის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. ეს არის ყველაზე კრიტიკული ანგარიში და უპრეცედენტო კანდიდატის სტატუსის მქონე მატარებელი ქვეყნისთვის და ეს უნდა იყოს გამოსახიზლებელი გზავნილი თითოეული ქართველისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია სტანდარტი და სიმართლეზე დაყრდნობით ადგენს ანგარიშებს ემპირიული მეცნიერული მეთოდებით ყველას შეუძლია შეუიარაღებელი თვალითაც დაინახოს საქართველოში განსაკუთრებით უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ის უმძიმესი უკუსლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის და კონსტიტუციური წყობისა და წესრიგის, რომლის მომსწრენიც ვართ საქართველოში ამ 1 წლის მანძილზე. ის რომ ჯერ კიდევ საქართველოსად მასშტაბის ინტერესს და გვაფასებენ ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირს ადარდებს კანდიდატი ქვეყნებში, როგორ არის იმ ფასეულობების და იმ მთავარი პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც არის შექმნილი ეს კავშირი. არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, ხო, რასაც ქვია, აქტები სახელმწიფოების წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე ევროპული ბიუროკრატიის ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით რაზეა საუბარი? საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე. და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. რეალურად ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს ხო ამ კანონის თავარი მიზანი ყველაფრის დაერქვა თავისი სახელი დაერქვა სახელი ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა რეალურად თავისი სახელი და საბოლოო ჯამში ეს არ მოწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში. აქაც მე მათ ადგილზე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული NGO-ები და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ყველა მიმართულებით მე ამ ასე ვთქვათ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ თავის დროზე 2022 წელს მარტივი გაანგარიშება გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ მინიმუმ 10%-იან ვარდნას გამოიწვევდა ეკონომიკის 10%-იან ვარდნას სანქციებთან მიერთება. და ბუნებრივია ამის არავითარი მიზანშეწონილობა არ არსებობდა და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მოგვიანებით რადიკალური ოპოზიციაც კი გაემიჯნა ამ მოთხოვნას, ისინი ამბობდნენ, რომ არასდროს არ მოუთხოვია თითქოს სანქციებთან მიერთება, სინამდვილეში სხვა პროცესებს ქონდა ადგილი. ახლა უკვე აღმოსავლებელი შტო პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას, რაც არის ყველაფრის სრული ილუსტრაცია. და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთხელ არავის ევროპული ბიუროკრატიიდან არ დაუყენებია იგივე მოთხოვნა, მაგალითად მოლდოვის მიმართ, ან სომხეთის მიმართ, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. აქაც ჩანს, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები. აქ მაინც ვერ იტყვის ქალბატონი კალასი, რომ მოლდოვას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ხო, რა თქმა უნდა, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, არიან კონკრეტული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც შეუძლიათ ევროპიდან გადაფრინდნენ მოსკოვში. და რა თქმა უნდა, ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეს არის შესაბამისი ქვეყნების საქმე, მაგრამ ორმაგი სტანდარტებია, ძალიან ცუდი, რასაც ჩვენ ხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ შემთხვევაში ერთი რამ შეიძლება იყოს მოსაწონი და მეორე შემთხვევაში აჩერ ნაკლებ, ასე ვთქვათ, მოცემულობა შეიძლება გქონდეს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით. დღეს აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე გამოიკითხა დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელი ქართული ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე. გოცირიძემ დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს. მოგვივიდა კონფლიქტი და მოგვივიდა ჩხუბი, ახლა კამერებია და გადაღებულია, ყველამ ნახა. რაღაცა ისეთი ვიჩხუბეთ, რაღაცა ისეთი არ ყოფილა. მე მესმის მოხდა, ადამიანები ვართ და ვიჩხუბეთ. არ შეიძლებოდა გირაო ან რაღაც, რატომ მოყვა ამხელა რაღაცა? ტეხავს ხომ ადამიანები ვართ. ჩემზე იმხელა ბულინგი მოდის, რომ ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე. რა დავაჭერინე? მივდიოდი და მოგვივიდა ჩხუბი.
კი, მოხდა კონფლიქტი და ამხელა რაღაც რატომ მოყვა ვერ ხვდები. ადამიანები ვართ და ყველა ჩხუბობს. ყველა დეტალი ახლა არ მახსოვს, თქვა ბექა გოცირიძემ. ადვოკატის შეკითხვაზე, რატომ არ შეეცადა გვერდი აერიდებინათ რუსთაველის გამზირისთვის, ბექა გოცირიძემ თქვა, რომ შეეძლო ამის გაკეთება და ახლა ნანობს, რომ ასე არ მოიქცა. ადვოკატი: ამ შემთხვევამდე თქვენ პოზიციონირებდით როგორც აგრესიული ამ ადამიანების აქციის მონაწილეების მიმართ? ბექა გოცირიძე: კი ბატონო. ადვოკატი: რატომ არ შეეცადეთ თავი აგერიდებინათ მაგ გამზირზე გავლისგან? ბექა გოცირიძე: ვნანობ ახლა ამ ყველაფერს რომ ვფიქრობ, ვნანობ. რაღაცები დამაბრალეთ. აგიცდიათ ეს სასამართლო პროცესი. აგიცდიათ კი, ხო, მე რა, კი, პარტიზი. არის არავითარ ნაზრია. ხდება თქვა მოემცდა. რა თქმა უნდა. თქვენ გითხარით ამ თქვენ თქვით რომ პროცესორ ნანობს ანუ ამის შესახებ გითხარით ერთი აი ეგ გითხარით ერთი ორი წუთი სად ხო და აქ გითხარით ჟურნალისტებს გაინტერესებს საზოგადოებას აინტერესებს და იმედია გამოუშვებენ მაგ პოზიციის მიუხედავად მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით დაძარალებულის ჩვენება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი ვერ გახდებოდა, მან ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. არსებობს ორივე ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არქონაზე არ არის ის ახალი გარემოება, რაც წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს, შესაძლოა ასეთ იქმედება ყველი ფაქტების როცა დაზარალებულია მოკივილით კი არ განუცდია. მაგრამ არჩენია და თქვენაც ცდილობდით დაგემძიმებინეთ მისი ჩვენება. ამ დანა ჯიბიდან არ ამოუღია ამ დანის დამოუკიდებლობა წარება შეიძლება და საბამისად ნახეთ ბრალდებულებისთვის არ იყო ცნობილი რომ მას ჯიბეში ქონდა დანა და ეს არ უნდა გამხდარიყო მათი მხრიდან საფუძველი იმისა რომ თავდასხმა განეხორციელებინათ ბექა გოცირიძეზე. იმიტომ რომ ამ ადამიანს სიყვაზე ენდობით ბექას სიყვაზე არა რომ არ ამოუღია და არ ქონდა მცდელობა გარდა იმისა რომ მოწმის ჩვენება ეს სიტყვაზე ენდობა არ არის ეს არის მოწმის ჩვენება. დანა სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებულია ამოღებულია და საექსპერტიზო დასმაც არის ბექა გოცირიძე მათ შორის ხოი დახტის რომ არ იყო ეს დანა და ეხლა რა აგრესიულად გაიქცა მალავდით თქვენ ამას თვეების განმავლობაში. დაზარალებულმა დააფიქსირა რომ მას არ ახსოვდა რომ შემთხვევის დროს ქონდა დანა მით უმეტეს მას არ გამოუყენებია. დაზარალებულმა დააფიქსირა რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო აიზულოთ რომ ეთქვა, მაგრამ თქვა რომ მას ტკივილი არ განუცდია. არავინ არაფერი არ აიკითხეთ მისი ჩვენება, იმიტომ რომ ის სასამართლოშიც კი არ ამბობდა რომ ტკივილი განიცადა. ქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა დაზარალებულს პრეტენზია არ ქონია და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩენია. რომ შეცვლილიყო ესეთი ქონია, ადვოკატი რომ მე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გცემ პასუხებს და არა ჩემს გამოცდილებას მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, რადგანაც მომეტებულად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. რა დანაშაულებრივი საქმიანობის ხალხზე დგომის მიცებულებების გამოკვლევის შემდგომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების ხარის მიაჩნია რომ ამ საქმეზე დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. რატო? ხმოვანი ჩანაწერი არ არის, გამოსახულებით არის ვიდეო ჩანაწერი 112. ანუ ვერ გავიგებთ ბექავს ქონდა თუ არა რამე პროვოკაციული განცხადება აქციის მონაწილეების მიმართ? ხმოვანი ვიდეო არ არის ქალბატონო. ერთხელ კიდე გამოიკვეთა ესეც ძალიან შემაძრწუნებლად ჩემთვის, რომ ამდენი თვე აგვისტოდან მოყოლებული ადამიანები ყველაც ხედან, როცა თვითონ დაზარალებულსაც თურმე ახლა აღროჩდა რომ არ ქონია პრეტენზია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებაში აქვს მიცემული, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილიც, იგრძნო თავი რაღაცა დაზარალებულა ჯგუფური ძალადობის მსხვერპლად და ეხლა იძახის ადამიანი, რომ არა, ახალ წელს მინდა რომ სახლში შეხვდნენო ეს დაკავებულებიო. მე ამათთან პრეტენზია არ მაქვს, ძალიან გამიხარდება, რომ გამოუშვან ეს რაღაც ცინიზმის შემზარავი ის იყო რა სურათი, უბრალოდ სუბიექტურად რო აუქვა, ძალიან ისე ვარ გაღიზიანებული ამ ამბით და ნუ მოსამართლის გადაწყვეტილება რა თქვა რომ შემდეგ კიდე ერთი ორი მოწმე როცა დაიკითხება, მე მივიღებთ უკვე საბოლოო გამომტყუნებელ ან გამომართლებელ განაჩენს. საერთოდ ეს სასამართლო არის უსამართლო და რასაც ზემოდან ეტყვიან, იმას გაითვალისწინებენ. არ ველოდებით არაფერს კარგს. მოვიდა ეს გოცირიძე რაღაცები იქ იბოდიალა რომ დამნაშავე არ ვარო, რა გინდა თუ ამადგანო, ვითომ ჩვენ დაპატიმრებულ ბიჭებზე გაუშვითო მეო პრეტენზია არ მაქვს და რაღაც სისულელეები დაიწყო და ჩვეულებრივი თეატრია რა, მეც ვერაფერს ვერ ვიგებ. ცნობისათვის თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ-ქვე პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.
იმერეთში ქვიშახრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა, სამართალდარღვევა დაფიქსირდა წყალტუბოში. ქვიშახრეშის უკანონო მოპოვების შემთხვევები ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშიც გამოვლინდა. სამართალდამღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 700 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშახრეში. სამართალდამღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია იმ ფაქტების საქმის მასალები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა. განსაკუთრებით იდიოტების ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლება წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორს სადახლოს დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდისავლით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამტრედია გრიგოლეთის ჩხაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი ლესას 8 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. არნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324,6 მილიონი ლარია. დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩვენი ჩხაროსნული ავტომაგისტრალის, ეს არის სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის უფრო კონკრეტულად ლანჩხუთი ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4-ზოლიანი და არის უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც 3 ახალ ხიდს მოიცავს და ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს. სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უნიშნულოვანესი ნაწილი, ეს არის სურამის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, ეს 8 კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12 კილომეტრიანი სამტრედია გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. საქართველოს აქვს, როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული საბოლოო. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩხაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა და ეს საბოლოო ჯამში მოიცავს მთლიან მონაკვეთს დაწყებული წითელი ხიდიდან დამთავრებული სარფამდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩხაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. აქტიური ტურისტული სეზონისთვის დასრულებული გვექნება ამ გზის მონაკვეთის კიდევ 6 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება გაზაფხულზე. ასევე ეს არის გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გახსნასაც ასევე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენ და ფაქტიურად ბათუმში ჩვენ შეგვეძლება თუ არ ჩავთვლით სამტრედიის მონაკვეთს, სადაც საზოგადოების ცნობილია, რომ გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ აქტიურად მუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. შეგვეძლება უკვე ჩხაროსნული მაგისტრალით მგზავრობა. იცით, რომ მიმდინარეობს ბათუმის სარფის დიდი გვირაბის მშენებლობის ტენდერი, სადაც უნდა აღინიშნოს, რომ
ესეთი აქტიურობა კომპანიების ჩვენ არ გვახსოვს, ათეულობით კომპანია არის დაინტერესებული ამ ტენდერით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რამდენად დიდია და რამდენად საიმედო პარტნიორია ჩვენი სახელმწიფო, მათ შორის საერთაშორისო დონის და მასშტაბის კომპანიებისთვის.